ურთიერთობის ენერგიაში უკვე მოხდა ან ახლაც მიმდინარეობს რაღაც მსხვერვა, ილუზიების, მოლოდინების, არასტაბილური საფუძვლის. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი დისტანცია ან კონფლიქტი, მაგრამ ეს არის აუცილებელი ნგრევა და ურთიერთობა ისეთი სახით ვეღარ გაგრძელდება, როგორიც იყო. ნგრევის შემდეგ მოდის შერიგების, დაბალანსების ენერგია. ეს ნიშნავს, რომ ახლა ურთიერთობა ცდილობს განკურნებას, ემოციების დალაგებას. ეს არ არის სწრაფი პროცესი, მაგრამ არის გულწრფელი. მიუხედავად ტკივილისა, ერთ-ერთმა მხარემ არ დაკარგა საკუთარი თავი, საკუთარი ცეცხლი. ურთიერთობის ენერგიაში ახლა არის მიზიდულობა, ბნება და შინაგანი ძალა. ემოციური სურვილი ორივეს მხრიდან ჯერ კიდევ ცოცხალია. ურთიერთობის ენერგია ახლა მიდის დასრულების და გააზრების ეტაპისკენ. ეს უფრო ნიშნავს ციკლის დახურვას და ახალ დონეზე გადასვლას, ან ერთად, უფრო მომწიფებულად, ან ცალ-ცალკე, მაგრამ შინაგანი სიმშვიდით.